ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენ ამაღლების ტაძრის დღესასწაული გვიახლოვდება. ამაღლების ტაძრის სახელით ჩვენს ეკლესიას ახალი მეთაური ყავს. ეს გახლავთ უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო და მიულოცოთ ჩვენი ტაძრის სახელით მოკლედ ეხლა ამბიონიდან პირველი წირვა მისი ინტრონიზაციის შემდგომ და ჩვენი შეხვედრაც პირველია ამის შემდგომ. ჩვენი მხრიდან ალბათ თხოვნა იქნება თუ შეძლებს რომ თუ დატვირთული არ იქნება და შეძლებს იქნება ამაღლება ჩვენთან წიროს და გაგვახაროს. ნახოთ ეს როგორ იქნება არ ვიცი. ამას მოგვიანებით მოგახსენებთ როგორც კი პასუხი მეწოდინებ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო გახლავთ ბრმის კვირა. ასე ეწოდება ამ კვირას. ხო აღდგომის მერე რაც მოუყვებით რაღაცა სახელი ერქვა ყველას რომ იქ თქვა თომას კვირა იყო, იქ რაღაც მენელსაცხებლე დედების კვირა იყო, განრღვეულის კვირა იყო, სამარიტელი დედაკაცის კვირა იყო. ეხლა არის ბრმის კვირა. მთელი კვირის განმავლობაში გექნებათ საფიქრალი, რომ აი ეხლა რა სახარებაც იქნა წაკითხული, რაღაცა სწავლება ხომ მოგცა ამ სახარებამ და აი ეს სწავლება რას შეიცავს თავის თავში რომ აი ეს ფიქრი მქონდეს, ოღონდ მე დღეს რომ ვკითხულობდი ამ სახარებას, ჩემთვის კიდევ ერთხელ რაღაცა ახალი აღმოჩენა იყო. მასში გაცხადებული ერთი შინაარსი და ამის შესახებ მინდა გესაუბროთ და მე ვფიქრობ რომ ეს არა მარტო მთელი კვირის, არამედ მთელი ცხოვრების ალბათ, მთელი ჩვენი ცხოვრების თანმდევი უნდა იყოს ეს ფიქრი, რომლის შესახებაც ახლა მე ვაპირებ თქვენთან საუბარს. ეს სახარება ალბათ შინაარსობრივად თქვენ მეტნაკლებად იცით, რომ იყო ერთი დაბადებიდან ბრმა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ დაბადებიდან ბრმა არის შეიძლება ადამიანს რაღაცა თვალის პრობლემა ქონდა და დაბადებიდან ბრმა იყოს, მაგრამ კონკრეტულად ამ ბრმის შესახებ არის ასეთი გარდამოცემა, რომ დაიბადა ისეთი ანომალია იყო, რომ თვალი საერთოდ არ ქონდა. ანუ გულისხმობ იმას, რომ აი ეს ლოყა წარმოიდგინეთ, ეს შუბთან რო იყოს შეერთებული. თვალის ეს ფოსოც საერთოდ არ ქონდა, ის გუგა რამე არაფერი არ ქონდა. აი ესე იყო მთლიანად შეერთებული, ესეთი რაღაცა თქვათ ანომალია იყო, რომ წარმოდგენა შეგექმნათ, ამას შემთხვევით არ ვამბობ, იმიტომ რომ საჭიროა ამისი თქმაც, მაცხოვარმა რაც მოიმოქმედა შემდგომ. და ხედავენ ამ ბრმას, რომელიც შეგუებულია ამ თავის ამბავს, რომ დაბადებიდან ბრმა არის და მე თუ გახსოვთ თვითონ სახარებაში სად გაგიგონიათ, რომ დაბადებიდან ბრმას ვინმე მთვალი აუხილოსო, სინამდვილეში თვალს შეიძლება კონდეს რაღაცა დაავადება და განიკურნოს ეს დაავადება, მაგრამ ამ დაბადებიდან ბრმაში სწორედ ამას გულისხმობს, რომ მას თვალი საერთოდ არ ქონდა. თვალი შეუქმნა მას ღმერთმა იქვე იმ წუთში. და ამიტომაც იყო ეს სასწაული, მაგრამ სასწაული ის კი არ იყო, რომ მას თვალები მიეცა. სასწაული უფრო სხვა რამე იყო. მივყვეთ მოვლენებს და ნახოთ რამაც აი მართლა შემძრა მე დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ვკითხულობდი ამ სახარებას. ეს კაცი არ ითხოვს არაფერს, იმიტომ რომ შეგუებულია თავის მდგომარეობას. მოციქულები ეკითხებიან, რომ ვინც წოდაო, ამანო თუ ამის მამშობლებმა. და მაცხოვარი პასუხობს, რომ არც ამან და არც ამის მამშობლებმა. არამედო ღვთის დიდება რომ გაცხადდეს მაგაზეო. ეხა ესე გამოდის თითქოს რომ ღვთის დიდება რომ გაცხადდეს ვიღაცა ბრმა და ესეთი ანომალიით უნდა დაიბადოს. სხვა დიდებაზეა ლაპარაკი. აი ეს დიდება რა არის, ეს უნდა გამოვიძიოთ ჩვენ. რომელი დიდება უნდა გაცხადდეს? ის რომ ღმერთი სამყაროს შემოქმედია და თუ მთელი სამყარო შექმნა, თვალების შექმნაც შეუძლია, ეს არის რაღაცა სასწაული? სასწაული სხვა რამეა და ცოტა ქვემოთ ვიტყვი. პირველ რიგში უნდა თქვათ ერთი რამ, რაც უნდა გავყვეს ჩვენ და საცოდნელი უნდა იყოს ზნეობრივი კუთხით ჩვენთვის რას უნდა ვსწავლობდეთ და მერე ვილაპარაკოთ ამ დიდებაზე. ერთი ის რომ ეს ადამიანი შეგუებულია უკვე ამ მდგომარეობას. ის აღარ ითხოვს კურნებას, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს, ეხლა ის სხვა სამსახურს ვერ იშოვიდა, ეხლა დღევანდელ დღესავით წერა-კითხვა რო იციან ბრმებმა რაღაცა თითის გაყოლებით ესეთი რამ მაშინ არ არსებობდა, მოგეხსენებოდა ერთადერთი გზა
რომ ამ ადამიანს თავი ერჩინა იყო ის, რომ უნდა დამჯდარიყო ქუჩაში და გამომლის მოწყალების იმედად უნდა ყოფილიყო. სხვანაირად ის უნარო იყო, ვერასად ვერაფერს ვერ დაავალებდი და ვერ გააკეთებინა, არ ქონდა კაც თვალები. მაგრამ თვითონ არის ამას შეგუებული. და ეხლა თუ გადმოვიტანთ ამას ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე, აბა დაფიქრდით, რამდენ რამეს არის ხშირად ადამიანი შეგუებული, ისე რომ აღარც კი ითხოვს კურნებას. გიფიქრიათ ამაზე, აი საკუთარ თავზე დაფიქრდით. როგორ არის შეგუებული და საზოგადოებაც სწორედ ასე არის შეგუებული შენს ამ რაღაცა პრობლემას და შეიძლება გეუბნება კიდეც, რომ ნუ ეხლა ასეთი ხარ რა, ასეთი დაიბადე და ტყუილია ეს, არ უნდა დაიჯეროთ ეს ამბავი. არასდროს არ უნდა შეეგუოთ ამას. ყოველთვის თხოვნის განცდა უნდა გქონდეთ, რომ ღმერთისგან უნდა ითხოვოთ, რომ კურნება მოგცეთ, იმიტომ რომ უამრავი მავნეთვისება შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩემში, რომელსაც შეგუებული ვარ და საერთოდ ბრძოლას არ ვაცხადებ მის წინააღმდეგ. მაგალითად, შეგუებული შეიძლება ვიყო აი ურცხ ბილდ სიტყვაობას და არანაირად არ ვებრძოდე ამას. შეგუებული შეიძლება ვიყო ტყუილებს, რომელსაც მჭირდება თუ არ მჭირდება მარჯვნივ და მარცხნივ ვისროდე. შეგუებული შეიძლება ვიყო განკითხვის სულს და განვიკითხავდე გამლელსა თუ გამომლელს, ვიცნობ თუ არ ვიცნობ, ნებისმიერ სიტუაციაში. შეგუებული შეიძლება ვიყო ისეთ მავნე ჩვევებს, რომელიც არა მარტო შინაგანად, არამედ გარეგნულადაც აზიანებს ადამიანს. მრუშობდეს, ოჯახს ღალატობდეს ადამიანი, ლოთობდეს ან რაღაცა ნარკოტიკულ საშუალებებთან კონდეს რაღაცა დამოკიდებულება, ან რაღაცა მავნე ჩვევა და ამაზე არის შეგუებული და ამის საწინააღმდეგოდ არაფერს არ აკეთებს. ისევე როგორც ეს ბრმა ზის შეგუებული თავის სიბრმავეზე, სწორედ ესეა ეს ადამიანის და თავის თავს თulis რომ დაბადებიდან ასეთია და არაფერი არ ეშველება ეხა და რატომ უნდა იშრომოს ზედმეტად, იმიტომ რომ არაფერი არ ეშველება. და ეს გახლავთ სწორედ დანაშაული. აი აქამდე არ უნდა დაეშვას ადამიანი არავითარ შემთხვევაში. მას უნდა კონდეს ყოველთვის ბრძოლის უნარიანობა და ყოველთვის უნდა ებრძოდეს ამ მავნე ჩვევას, რომელსაც აღმოაჩენს საკუთარ თავში. უამრავი რამ თქვი ეხლა და უამრავი კიდეა ჩამოსათვლელი. მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ ამას. და უამრავი სია შეიძლება დაუსრულებელი იყოს და საღამომდე დრო მოანდომო, რომ ჩამოთვალო ყველაფერი ის მანკიერი მხარე, რომელსაც შეგუებული ხარ და არანაირად არ ებრძვი საკუთარ თავში. ამიტომაც მოდის მაცხოვარი მასთან ისე რომ ეს კაცი არ თხოვლობს კურნება. ჩვენ ხო სხვა ამბები ვიცით რომ იკეთროვანი მოვა და შეიძლება რომ განვითუინებებ განვიკურნები. სხვა ბრმა მოდის და ეხვეწება რომ ამეხილოს თვალები. იქ მამას შვილი მოყავს რომ ეშმაკეულია იქნებ განკურნო და ასე შემდგომ. ამ ადამიანის მხრიდან არაფერი არ ისმის. მაცხოვარი თვითონ მიდის მასთან და იწყებს მოქმედებას. დაანერწყავს მიწაზე, მოზელს თიხას, დაადებს იმ ადგილას, სადაც მას თვალები უნდა ქონოდა და არა აქვს თვალები და ეუბნება წადი და დაიბანე იმ წყაროზე, რომელსაც ქვია სილოამი. სილოამი მოვლინებულს ნიშნავს. მოვლინებული რა თქმა უნდა ღმერთზე არის ლაპარაკი, ღმერთი რომელიც უნდა მოვლენოდა სამყაროს, ამის წინასწარმეტყველება იყო ეს ყველაფერი. წავა ეს კაცი დაიბანს ამ თვალებს და ჩვეულებრივად მისთვის ეს ორგანო თვალი, რომელიც არ ქონდა, ეხლა წარმოედგინეთ, რომ უცბად გაჩნდება მის სხეულზე ახალი ორგანო, ჯერ ამ კაცისთვის როგორი შოკი იქნებოდა, რომელსაც არასდროს სინათლე არ უნახავს. ნუ ზრდასრული ადამიანია, იმიტომ რომ დაკითხვაზე დაყავთ, მე ხო ხედავთ, როგორი გამოძიება ჩაატარეს ებრაელებმა. წეღა რო გითხარით, აი საზოგადოებაც რო ეგუება მეთქი ამას, ეუბნებიან, რომ როგორ შეიძლებოდა შაბათის განკურნება, ისევე როგორც ვიღაცა გეტყვის, ხო, აბა ახლა 21 საუკუნეა და რა დროს მაგის წინააღმდეგ ბრძოლა, ყველა ასე ცხოვრობს. ყველა იგინება, ყველა განიკითხავს, ყველას რაღაცა ტყუილი ეს ხო არ არის ვინმეს დამაზიანებელი ტყუილი. ტყუილია და რას ქვია დამაზიანებელი? არ უნდა მიეჩვიო ამას, თვისებად არ უნდა გექცეს და საზოგადოება შეიძლება როგორც იმას ეუბნებიან იქ რომ როგორ შეიძლებოდა შაბათს განკურნება, შეიძლება ესე გითხრას ახლაც რომ კაი რა ეხლა რა გჭირს საკურნებელი. თავარია კეთილი იყავი და მე რა რომ ახლა შეიძლება გაიარ გამოიარო ოჯახის მიღმა, ან რაღაცაზე დამოკიდებული იყო ნარკოტიკზე თუ სასმელზე თუ თამაშზე თუ რაღაცა უბედურებაზე, რომლითაც ანგრევ შენს გარემოს ირგვლივ და საკუთარ სულს. ესეთია დამოკიდებულება საზოგადოებისაც ხშირად და
ძალიან ხშირად შენც ამას ამიტომაც ეგუები და რაღაცნაირად უძრავ სტატიურ მდგომარეობაში რჩები, რომ ეს ხომ ესეა, დაბადებიდან ესეა. და ეხლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ დღევანდელ დღეს რომ ასეთი ვინმე გააკეთოს, რომ ეხლა ავადმყოფი დაინახოს, რაღაცით დაავადებული, არ აქვს მნიშვნელობა იქ თვალი უჭირს თუ რა და მივიდეს და მიწაზე რომ დაანერწყოს და ეს მოზილოს და სხეულზე დაადოს, საზოგადოების რეაქცია რა იქნება, ხო რას აკეთებ, დაგვცინი და შენ რაღაცა შეურაცხყოფ ამ ადამიანს და შეიძლება ქვით ჩაქოლონ ესეთი პიროვნება, ესეთი რამ რომ გააკეთოს. და რატომ ვთქვი მე რომ რა დიდება უნდა გაცხადდეს მეთქი? რომელი დიდება უნდა გაცხადებულიყო, იცით? ეს გახლავთ სწორედ ის დიდება, რომ ეს ბრმა საზოგადოებას კი არ უსმენს. ვინც მასთან მივიდა, მამისეული ხმა გაიგონა, ღმერთის ხმა გაიგონა და მხოლოდ და მხოლოდ იმას უსმენს და ეს არის დიდება, რომელიც გაცხადდა. არა ის, რომ თვალები აეხილა, არამედ ის, რომ მორჩილებით ელოდება, რას გააკეთებს ეს ხმა, რომელიც ესმის და ვერ ხედავს. მორჩილებით ელოდება, რომ ეს დანერწყვებული, ესე იგი მიწის მტვერისგან შექმნილი თიხა როგორ გადაიქცევა თვალებად და ამის იმედით არის ეს კაცი, იმიტომ რომ ხმა, რომელიც გაიგონა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერ ხედავდა თვალებით, მან სულიერად იგრძნო ამ ხმის შესაძლებლობების შესახებ. ამიტომაც მორჩილებით მიდის ამ სილოამის წყაროზე, დაიბანს ამ თვალებს და ხედავს. ასეთი გახლავთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა. თუ კი მოისმენ ამ ხმას, დღევანდელი მთელი სახარება შეიძლება ითქვას, რომ ამ მორჩილების შესახებ არის. მეტი კი არაფრის. როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ არა, მაგაზე უნდა გაცხადდეს ღმერთის დიდება და ჩვენ თითქოს ასე ვიგებთ ამ შინაარსს, რომ ესე იგი ეს კაცი თურმე ესაცოდავი ამდენი წელიწადი იმიტომ იტანჯებოდა, რომ ღვთის დიდება უნდა გაცხადებულიყო, არა, ტყუილია. ღმერთმა კი არ დაბადა იმისთვის, რომ თავისი დიდება ეჩვენებინა. ეს კაცი დაიბადა სოდვით დაცემულობის შემდგომ ჩვენ ზოგი ასე ვიბადებით და ზოგი ისე. ეს კაცი დაიბადა ასეთი ანომალიით, მაგრამ დიდება გაცხადდა, როდესაც მან მოისმინა. მოისმინა ის გაიგონა და შეასრულა ის ყველაფერი, როგორც მას ღმერთმა უთხრა. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ასეთი რამ წერია სახარებაში. ცირესა ზედა სარწმუნო იყავო და მრავალსა ზედა დაგადგენო, ესე წერია სახარებაში. რას ნიშნავს ცირესა ზედა სარწმუნო, თუ გიფიქრიათ? ცირესა ზედა სარწმუნო ნიშნავს, რომ მაგალითად ათმცნებას იცავ. მაგალითისთვის იქ რომ არის ჩამოთვლილი, რომ არ აქმნა თავისა შენისა კერპი და არც ამ მსგავსი მისი, ყოველთვის ბავშვი ვიყავი პირველად რომ ეს ათმცნება გავიგონე. და წავიკითხე და მაინტერესა რა იყო ეს ათმცნება და ეს კერპი წარმოვიდგინე რომ რაღაცა ხისგან ან ქვისგან უნდა ყოფილიყო გამოთვლილი და იქ არ უნდა მიხვიდე და არ უნდა სცემას თაყვანი. და ასე მეგონა რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამის შესახებაა ლაპარაკი. სინამდვილეში კერპია ყველაფერი ის, რაც შენ ღმერთზე მეტად გიყვარს. თუ არ ცდილობ მოიშორო მანკიერი რამ კერპი არის ის შენთვის. თუ შენთვის შეუძლებელია რომ არ შეგიძლია ვთქვათ ალკოჰოლური სასმელის გარეშე გაატარო დღე და ეძებ მას, ღმერთს არ ეძებ ალკოჰოლს. ესე იგი კერპია შენთვის ეს ალკოჰოლი. კერპია შენთვის ყველაფერი ის, რის ძებნაშიც უფრო მეტ დროს ატარებ, ვიდრე ღმერთის ძიებაში. ამიტომ ამუხლებს თუ ესე ჩამოყვება ადამიანი და იტყვის რომ მშობლებს პატივი უნდა სცე, აღმოჩნდება რომ იქვე წერია ფორმულირება რომ თუ მშობლებს პატივს სცემ დღეგრძელი იქნები, რომ არ უნდა მოიპარო, რომ არ უნდა იმრუშო, რომ ცილი არ უნდა დასწამო. ეს იმ ყველაფერი იმას ნიშნავს რომ შენ მეგობრებს შეიძენ ამ ყველაფრით. ანუ მცირეს იცავ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გეძლევა და ყველა ადამიანი შენზე ასე იტყვის რომ ეს მართალი კაცია. ამის პირიდან ტყუილი არავის არ გაუგია, არც ცილის წამება არ გაუგია. არც ღალატი არ სმენიათ მის შესახებ რომ ეღალატოს ან ოჯახისთვის ან სამშობლოსთვის. არც კერპი არ შეუქმნია, იმიტომ რომ თავისუფალი კაცია. თავისუფალია ყველანაირი ცოდვისაგან. არაფერს არ ემონება, კი შეიძლება ცოდვით დაეცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კერპად დაიტოვებს ამ ცოდვას და იტყვის რომ ნუ ეხლა რა ვქნათ დაბადებიდან ასეთი ვარ, როგორც ეს ბრმა და არ ვითხოვ ამაში კურნებას. ამიტომაც დღევანდელი სახარება ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ უნდა გონებაში ჩაიბეჭდოთ და თქვათ,
არის აი ამ კერპის მსხრევა, რომელიც ამ კაცის სიბრმავის მსგავსად შეიძლება შენში იყოს ჩაბუდებული და მეორე გახლავთ დიდება ღვთისა, რომელიც დიდებაც გამოხატულია არა იმაში, რომ ღმერთმა მას თვალები მისცა, არამედ გამოხატულია იმაში, რომ ამ ადამიანმა დაუჯერა ღმერთს. ეს გახლავთ სწორედ დიდება. იმიტომ რომ ძალიან ძნელი იქნებოდა ეს დაჯერება, ძალიან ძნელი იქნებოდა რომ არ მიგეღო ეს დაცინვად, გამასხარავებად, რომ დანერწყვებულ რაღაცა მტვერს ეხლა შენ დაგადებს იმ ადგილას, სადაც თვალები უნდა გქონდეს და შენ ეს ყველაფერი დაიჯერო, შენ ეს ყველაფერი შეასრულო და ამის შემდგომ შედეგი ასეთი დგება. შენ აგეხილება თვალი და დაინახავ მას, რომელზედაც შეგიძლია თამამად თქვა, რომ ეს არის უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. ასე უნდა აგვეხილოს ჩვენ სულიერი თვალები, ასე უნდა შეგვეძლოს მისი დანახვა და ეს დიდება გაცხადდება სწორედ მაშინ ჩვენთვის, როდესაც ჩვენ შევძლებთ, რომ არა მარტო გვწამდეს მისი არსებობისა, არამედ გვჯეროდეს იმისა, რასაც გვეუბნება, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ, რომ მცირეზე და სარწმუნონი მრავალსა ზედა დაგვადგინოს. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთს.